აქცია გამართეს ადიგენის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებას, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. კომპანიის დირექტორის თამაზ ძაძანიას თქმით 2005 წელს ახალციხის ავტოსადგურმა მის კომპანიას ხელშეკრულება უკანონოდ გააუქმა და სატრანსპორტო ბიზნესი ადიგენში მთლიანად ვანო მერაბიშვილის ნათესავებს ლევან თუმანიშვილს და დავით მერაბიშვილის ხელში აღმოჩნდა. საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ძაძამია კომპანიის დაბრუნებას შეეცადა, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ მერაბიშვილის ნათესავები მძღოლებს დაჭერით ემუქრებიან. გამოჩნდა ფირმა შეპესე ლაჟვარდი და შეპესე ტაო, ერთის მხრივ ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილები, მეორეს მხრიდან ვანო მერაბიშვილის ბიძა, რომლებმაც სრულიად უკანონო ზეწოლის საშუალებით ხელში ჩაიგდეს ჩვენი ბიზნესი და უმუშევარი დატოვეს ათობით ადამიანი. მიმართეთ ახალციხის ავტოსადგურის უფროს ბატონ ვიაჩესლავ ჩიხლაძეს, რომ აღედგინა ის ხელშეკრულება, რომელიც მასთან ჰქონდა ჩვენ გაფორმებული. ანუ შევედით ბაზარზე და მას უფლება არ აქვს ჩვენთან ხელშეკრულება არ გააფორმოს. სიტყვიერად მან მოგცა ამის უფლება, მაგრამ არაფორმებს საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციას, რის საშუალებითაც ჩვენ სხვადასხვა სადგურებზე შეგვეძლება ავტომანქანების გაშვება.